გამარჯობა. პენსია. შეიძლება თუ არა სახელმწიფომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანს შეუწყვიტოს პენსიის გაცემა იმ დასაბუთებით, რომ ეს ადამიანი მუშაობს საჯარო სფეროში. კი, შეიძლება. რა შეიძლება მოვიმოქმედოთ ამ შემთხვევაში? პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ ჩვენი საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანი არის თუ არა საჯარო მოხელე. კანონმდებლობით პირდაპირ არის გათვალისწინებული რა შემთხვევებში უნდა დადგეს არჩევანის წინაშე პენსიის მიმღები ან სამსახური ან პენსია. ერთ-ერთი არის თუ პენსიის მიმღები ადამიანი დასაქმებული არის საჯარო სფეროში და არის საჯარო მოხელე. სხვა შემთხვევებში მთელ რიგ გამონაკლისებში საპენსიო ასაკს მიღწეულ ადამიანს შეუძლია თან იმუშაოს, ჰქონდეს შემოსავალი ხელფასის სახით და ამის პარალელურად დაუბრკოლებლად აიღოს საპენსიო გასაცემელი. თუმცა ის, რომ საპენსიო სააგენტომ შეწყვიტა პენსიის გაცემა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საპენსიო გასაცემლის აღდგენა შეუძლებელია. ჩემი პრაქტიკიდან გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, სამივე ინსტანციას გაივლის საქმე, იმიტომ რომ მეორე მხარეს არის სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე მიყვება ხოლმე საქმეს, თუმცა სამი ინსტანციის შემდეგ, რაც დაახლოებით 2.5-დან 3 წლამდე მერყეობს ხოლმე პერიოდში, აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც უნდა მიიღო პენსია, ერთიანად მიიღებს, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება 18-დან 25,000 ლარის ფარგლებში გამოვიდეს.